მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვითევზავებთ რა თქმა უნდა სპინინგით, ახალი ჯოხით, რომლის დატესტვა გვექნება, ახალი სატყუარით ვითევზავებთ პატარა ტბაზე. ესეთი მომცრო პატარა ტბა არის, სადაც ვიცი რომ ნამდვილად ბინადრობს ქორჭილა, ამიტომ ვეცადოთ პატარა სატყუარებით, პატარა სიმძიმეებით და ძალიან მაგარი ახალი ჯოხით შევეცადოთ ქორჭილას დაჭერას. ასე რომ აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, არხი გამოიწერეთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი და ეტაპობრივად მივყვეთ ყველაფერს. გაჩვენებთ აუცილებლად რა სატყუარებს გამოვიყენებთ, რა ტიპის გატარებას ავირჩევთ დღევანდელ დღეს თევზაობის დროს და ასე შემდეგ. ასე რომ დავიწყოთ. დისტანცია დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილი არის, მეტი დისტანცია ფიზიკურად 1 გრამიანზე სამწუხაროდ ვერ არის. თუ სიტყვაზე დაგჭირდება დისტანციის გაზრდა და ამ დისტანციაზე არ გვექნება ჩარტყმები, შეგვიძლია 1 გრამნახევრიანი, ანუ გრამნახევრიანი, ასე 2 გრამიანი დავაყეროთ და გავუშვათ შედარებით შორ დისტანციაზე. მე დღეს მინდა რომ გავტესტო ასევე ერთი ძალიან მაგარი სატყუარა, რომელიც ალგეთის წყალსაცავზე შესანიშნავად მუშაობს. მაინტერესებს აქ პატარა ტბაზე როგორ იმუშავებს. პატარა მომცრო ტბა არის, სადაც ნუ ქორჭილა ბინადრობს და ნახოთ აბა რა გამოვა. თუ მოეწონება ჩვენი სატყუარები. დავსვით. ეს ცოტა მოზრდილია. ცოტა მოზრდილი ქორჭილი. ოდნავ, აი ოდნავ მოზრდილი ქორჭილიუსი. გაიქცა. ამ სატყუარას ბოლოს გაჩვენებთ, მოკლედ. ძალიან საინტერესო და კარგი სატყუარაა. განსაკუთრებით მაგრად მუშაობს პასიურ თევზზე. როდესაც დაზამთრდება, როდესაც აცივდება წყალში და ზოგადად ბუნებაშიც, პასიურ თევზს, რომელიც აი კიდე იყო დარტყმა ჩაგდებისთანავე, დავსვით. როგორც ხედავთ, გაჩერებულ მდგომარეობაში აიღო სატყუარა. ფაქტობრივად არ გამოძრავებია, დავარდა თუ არა ფსკერზე, ეგრევე აიღო. ესეთი ქორჭილები. იჭერს როგორც პატარა ზომის ქორჭილებს, ასევე დიდი ზომის ქორჭილებსაც, იმიტომ რომ ეს სატყუარა არის, ფიქრობ, ძალიან დიდი მიგნება სპინინგი თევზაობაში, რომელსაც ბოლოს აუცილებლად განვიხილავთ, გაჩვენებთ ზუსტად რომელი ვერსია, რა ფერები აქვს, რა პლუსები აქვს და ასე შემდეგ აუცილებლად ჩამოვყალიბდებით. ჯერ მაინც ჩვენს ხელში ტესტირების რეჟიმშია, თუმცა ბრენდმა როგორც კი გამოუშვა, დაახლოებით 6 თვე მიმდინარეობდა მისი ტესტირება აქტიურ და პასიურ პერიოდში, პლუსები და მინუსები ვიცით უკვე ამ კონკრეტული სატყუარის და ჩემს ვიდეოშიც აუცილებლად სულ ბოლოსკენ გაიგებთ რომელი სატყუარა, რა პლუსები და მინუსები აქვს. ახლა გავაგრძელოთ თევზაობა. არის, დავსვით. არის ქორჭილიუსი. ოდნავ მოზრდილი არის ვიდრე პირველი. ბრაზიანი ქორჭილიუსი. ესეთი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჯოხი ძალიან გრძნობიარია, ძალიან კარგად გრძნობს 1 გრამიან, 2 გრამიან სიმძიმეს თავისი სატყუარით. შენერი ქორჭილიუსია. გავუშვათ და გავაგრძელოთ თევზაობა. დაახლოებით 1 იგივე წერტილში დავიჭირე ორივე თევზი. შემდეგ 3 გატარება გავატარე და ვერ დავიჭირე, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შევიცვალოთ ადგილი. ან ავირჩიოთ სხვა კუთხე, თუ მაგალითად ვისროდით სიტყვაზე აი რომელიმე ხის ან სახლის პირდაპირ, შემდეგ დაახლოებით 2 მეტრით გვერდზე მარჯვნივ თუ მარცხნივ შევცვალოთ ადგილი და გადავაგდოთ სხვა ადგილას, რომ შესაძლებელია თევზი ამ კონკრეტულ მომენტში დგას ჩვენთან ახლოს, აი ეს მაგალითად პირდაპირ და დაახლოებით 5 წუთში შეიცვალოს თავისი სადგომი ადგილი და გადავიდეს 2-3 მეტრში მარჯვნივ თუ მარცხნივ. ამიტომ მაქსიმალურად დაფარეთ ხოლმე ის ტერიტორიები და ის წერტილები, სადაც შესაძლებელია თევზი მოძრაობდეს. შენიერი ქორჭილიუსი დაჭდა. პატარა ქორჭილიუსია, მაგრამ აი ამ კონკრეტულ ჯოხზე იგრძნობა რაღაც სასწაულად რა. 53 გრამი რო არის წონაში ეს ჯოხი რაღაც სასწაულ შეგრძნებებს გვაძლევს, სატყუარასაც ძალიან მაგრად ატარებს და გრძნობს პირველ რიგში. მე კმაყოფილი ვარ, პატარა ქორჭილიუსი გაბერილი სავარაუდოდ ქვირით არის სავსე, ჩვენ არ გვჭირდება ქორჭილა, გავუშვათ აუცილებლად და კონკრეტული სატყუარით დავიჭირე ალბათ უკვე მე-6 თევზი, ამას აუცილებლად გაჩვენოთ ბოლოში რომელი სატყუარა არის. დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება აუცილებლად ამ კონკრეტული მოდელების დიდი არჩევანი ჩვენს ონლაინ მაღაზიაში და
შეგიძლიათ პასიურ ქორჭილაზე გაერთოთ. კიდე ერთი მშვენიერი ქორჭილიუსი დავიჭირეთ. ეს უკვე ცოტა მოზრდილი არის, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. აჰა. ესეთი ქორჭილა ახლოს გაჩვენებთ. ესეთი ქორჭილიუსი. გავუშვათ აუცილებლად ჩვენ თევზი არ გვჭირდება. ჩვენ გასართობად ვართ მოსული, ასე რომ წავიდეს. შეგვიძლია ესეთი პატარ-პატარა ფაქტიურად ხოხიალი გავაკეთოთ. მაინტერესებს ამ შემთხვევაში თუ აიღებს ჩვენ სატყუარას, აი ფაქტიურად ვახოხიალებთ ფსკერზე. სხვას არაფერს არ ვაკეთებთ. არანაირ თამაშს არ ვუკეთებთ. ამ სატყუარას აქვს ესე ფეხები, ესე რომ ვთქვათ, რამდენი 6 ფეხი აქვს და როდესაც ფსკერზე ვარდება, ეს ფეხები ტივტივებს, რეალურად ადგილზე გაჩერებული სიმძიმე და მონტაჟი ავტომატურად თავის თამაშს აკეთებს. რადგანაც არის დარტყმა, ეს კარგი იყო, რადგანაც ესე რომ ვთქვათ, ფსკერზეც რა თქმა უნდა არის თავისივე დინება და ის დინება ათამაშებს აი ამ ფეხებს და ძალიან მიმზიდველი ხდება ჩვენი სატყუარა. მშვენიერი. კიდე ერთი ქორჭილიუსი. სტანდარტული ზომა. არ ვიცი, მე რამდენი თევზი არ ვიცი. დავიჭირეთ, გავუშვათ. მეგობრებო, თევზაობა სპინინგით არ არის უბრალოდ დაიჭირი ანკესი, გადააგდე, გაატარე. აუცილებელია ვიყოთ კონცენტრირებული, ზუსტად ვიცოდეთ რას ვაკეთებთ. უბრალოდ ჯოხის ქნება მერწმუნეთ. კი ბატონო, თუ განსაკუთრებულად აქტიური არის და ყველანაირ სატყუარას იღებს, ამ შემთხვევაში გასაგებია ხა როგორც გინდა გაატარე, მაინც ძირითადად იღებს, აი დარტყმა იყო. მაგრამ როდესაც პასიური არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებული, ზუსტად ვიცოდეთ როგორ გატარებას ვაკეთებთ, შევიგრძნობდეთ მაქსიმალურად ფსკერს და სატყუარას, რომ აი დარწმუნებული ვიყოთ, რომ აი ეს თამაში მინდა კონკრეტულად და აი ამ თამაშს ვუკეთებ მე ფსკერზე სატყუარას. აი ესეთი მნიშვნელოვანი ნიუანსები ძალიან ბევრი არის სპინინგში, განსაკუთრებით ზამთრის პასიურ სპინინგში, ასე რომ ვისაც მოგწონთ, გიყვართ ასეთი სტილის თევზაობა, დელიკატური პატარა სატყუარებით და მსუბუქი ჯოხით, რომელსაც ძალიან მაგარი მგრძნობიარე, ესე ვთქვათ, წყობა აქვს და თევზის გამოყვანის დროს რაღაც სასწავლო შეგრძნებებს გვაძლევს. გაითვალისწინეთ აუცილებლად, თუ გინდათ თევზაობის დაწყება ასეთი სტილით მაგალითად. მომწერეთ, კომენტარებში დაწერეთ კითხვები და რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდები რომ პასუხები სწრაფად და ამომწურავად გაგცეთ. საკმაოდ მოზრდილია. საკმაოდ მოზრდილი ზომა. საკმაოდ კარგი ქორჭილიუსი დავიჭირეთ. ესეთი. ქორჭილა გავუშვათ. ლამაზია, მებრძოლია. აქტიურია გამოყვანის დროს, რაც ძალიან კარგია და განსაკუთრებით აი ამ ჯოხზე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, ძალიან მაგარ შეგრძნებებს იძლევა მოკლედ. ასე რომ ითევზავეთ სპინინგით, ითევზავეთ დელიკატური სატყუარებით, დელიკატური ჯოხებით, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც პასიურია თევზი, იმისთვის რომ მეტი შეგრძნებები მიიღოთ და მეტი სიამოვნება. გადავაგდოთ. ამჯერად მაინტერესებს ძალიან პატარ-პატარა წამოხტუნება უნდა გავუკეთო. აი მაქსიმალურად პატარა თითქმის ადგილზე რო ვათამაშო, უკვე იყო ჩარტყმა, კიდე იყო ჩარტყმა. არ მაცადეს მოკლედ გატარება. ვარდნაზევე იყო ჩარტყმა. არის? კი ბატონო. დავსვით. საკმაოდ ნორმალური თითქოს ვაულა, კარგი ხარ, აი. როგორ მომწონს პატარა ჯოხი, პატარა სატყუარები, მშვენიერი ქორჭილა. მე დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ თევზაობით. არის დავსვით პატარა ქორჭილზე 200 ბძვის რა სიბძვის ქორჭილა მოკლედ თხილად ესეთი ქორჭილა მშვენიერი კარგი მეგობრებო დაახლოებით 20 მეტი თევზი დავიჭირეთ
რაც იმას ნიშნავს, რომ საათსა და 20 წუთში არის ძალიან კარგი შედეგი. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც პასიური ათევზი და რთულად იღებს, ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე წარმატებული იყო. მინდა გაჩვენოთ განსაკუთრებით კარგად რა მიმუშავა. ის რომ მოტილი, იგივე ყოღოს მატლი ყოველთვის განსაკუთრებულად კარგად მუშაობს, მარმიშკაზე ეს გასაგებია და ეს არის ასეთი სატყუარა, იგაჩვენებთ ახლოდან. ნახეთ, ესეთია. მოვაწყვიტავ პატარა ნებსკავზე წამოვაცვამ და ძალიან კარგად მუშაობს. თუმცა დღეს გავტესტეთ ძალიან საინტერესო სატყუარა. ძალიან მაინტერესებდა მოკლედ მეც პირადად როგორ იმუშავებდა. ერთი ცალიღა არის ამ კონკრეტულ შეკვრაში და ხა გაჩვენებთ სხვადასხვა ფერები მაქვს და ეს არის მეგობრებო Fanatics ბრენდის სატყუარები. იცით ალბათ რომ მე Fanatics ბრენდს ძალიან კარგად ვიყენებ სპინინგით ეზოებაში, თუმცა ეს არის კონკრეტული მოდელი პავუკი, რომელიც არ ვიცი დღეს განსაკუთრებული იყო და არა მარტო დღეს, ზოგადად პასიურ თევზზე არის არ ვიცი, რაღაცა სასწაული. 0.7 ფერში იმუშავა დღეს ძალიან მაგრად. ეს არის 0.25 იგივე ძრავი ზეთის ფერსო ვიძახით motor oil-ი. 1.5 ინჩი არის მისი ზომა და სხვადასხვა ფერში მაქვს განსაკუთრებით მაგრად ვამუშავე 0.7 ფერი, იმიტომ რომ როგორც კი დავიჭირე, სხვა ფერების დაყენება დიდად აღარ მიცდია. აქედან გამომდინარე ეს ვარიანტი ძალიან კარგად მუშაობს განსაკუთრებით პასიურ თევზზე. ამიტომ შეგიძლიათ მოკლედ შეიძინოთ ეს კონკრეტული ვერსიები და გამოიყენოთ განსაკუთრებულად კარგად თუ პასიურია თევზი და გინდათ რომ დაიჭიროთ. ასე რომ ბმულს აუცილებლად ვიდეოს ქვევით აღწერაში დავტოვებ, გადადით, ნახეთ. მემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე კიდევ ერთხელ წარმატებულ თევზაობას გისურვებ და შევხვდებით ძალიან მალე. ერთი წუთი მოიცა, სანამ წახვალთ, არხი გამოიწერეთ და მე შეგიძლიათ წახვიდეთ. გელოდები, მიდი გამოიწერე და დავიმშვიდობოთ ერთმანეთს, აბა. გამოიწერე? მაშინ კარგად იყავ. წარმატებები, აბა დროებით.